კინოკომპანია ზიპოტელა პიქჩერსი წარმოგიდგენთ. ბიჭებო, კაცების კინო 2 გადავიღოთ. ეშმაკმა დალახუროს. გრანდიოზულია. შოკის მომგვრელი იდეაა. ღმერთო ჩემო, 2 მოგესალმებით. ვინაიდან ჩვენი სამსახიობო მონაცემები რბილად რომ ვთქვათ მწირია, გადავწყვიტეთ ეს ფილმი 50-50-ზე. მხატვრულ დოკუმენტური, ანუ მოკუმენტური გაგვეკეთებინა. ფილმს მხატვრულია დოკუმენტური თუ მოკუმენტური სჭირდება სახელი. სახელზე კი ყველას თავისი სუბიექტური აზრი ჰქონდა. იყო ბევრი განსხვავებული ვერსია. კერკეტი კაკაბა, დიდი ლაბოვსკი, ბიჭუნა დრაკონის სტატუთი. ჯანელი. ამ ვერსიებზე ფოკუს ჯგუფიდან შემდეგი პასუხი მივიღე. საბოლოოდ ფილმს დაერქვა სურვილების სია. ფილმს სახელის გარდა გაგიკვირდებათ და სჭირდება სცენარი, რის წერასაც დაუყოვნებლივ შევუდექით. მოვიფიქრეთ, რომ თითოეულ ქალაქში გავხსნით კონვერტს და გავიგებთ ჩვენი მაყურებლის მიერ მოცემულ დავალებას. შევუდექით ქალაქების არჩევას. ლონდონი ძვირია, ოსლო ცივია, კოპენჰაგენი, რეიკიავიკი, ჰელსინკი, სტოკჰოლმი რთული სათქმელია. პრაღა, ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ბუქარესტი დათომქვა ყოფილი სოცბანაკია. ეგენი ხო ყოფილი სოცბანაკია. ვანაძორი ახლოა. სიდნეი შორია. აგრეთვე გამოირიცხა ქალაქები, სადაც ქართველობას გვართმევენ. ქალაქები, სადაც უგემური საჭმელია და ონკანის წყალი არ ისმევა. უხანი ყოველი შემთხვევისთვის. მოსკოვი გასაგები მიზეზების გამო და ბარსელონა გაუგებარი მიზეზების გამო. საბოლოოდ მივიღეთ შემდეგი მარშრუტი. ქუთაისი, ბერლინი, ამსტერდამი, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ქუთაისი, თბილისი. სახელი გვაქვს, მარშრუტი ვიცით, გუნდი დაკომპლექტა, ჩავლაგდით და სწორედ ამ დროს ვიღაცას გაახსენდა, რომ ამ ყველაფრისთვის ფულია საჭირო. და ფული არ არის. დავიწყეთ სპონსორების მოძიება. დრო გადიოდა, თუმცა პასუხი არ საიდან ისმოდა. და ზუსტად ამ დროს, როდესაც იმედები გადაგვეწურა, მოხდა სასწაული.
ტუნტურუნ 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 ბევრი რამ ახსოვს ბერლინს. ახსოვს როგორ თხზავდნენ მის ქუჩებში მუსიკას ბეთჰოვენი, მოცარტი და ვებერი. ისიც ახსოვს როგორ წარმოადგენდა გერმანიას ევროვიზიაზე ბესიკ შპეტიშვილი. 80 წლის წინ მელიტონ ქანთარიამ ამ შენობაზე საზეიმოდ აიტანა დროშა და 10 წლის წინ მამუკა მანდარიამ ამ შენობიდან ჩუმად გამოიტანა 15 წალი აიფონი. ეს არის ბრანდენბურგის კარიბჭე. ზუსტად ასეთი უდგას მოსამართლეს ბოლნისში, ოღონდ იქ 2 ცხენია. მოგეხსენებათ გერმანელი რასაც აკეთებს ხარისხიანად და გულიანად აკეთებს. მერსედესით დაწყებული და პორნოფილმებით დამთავრებული. საქართველოს ბევრ ქალაქში ყველაზე კარგ და დასამახსოვრებელ შენობაზე გეტყვიან, რომ გერმანელების აშენებულია. აქ კი ბერლინში ბევრი გეტყვით, რომ ეს კედელი ქართველმა დაანგრია. ასეა ზოგს რა გამოგვდის და ზოგს რა. ქალაქის მინუსები. არ არის მეორადი ტანსაცმელი ევროპიდან, არ იბარებენ თმას და ტაილანდური მასაჟი მართლა მასაჟია, იმას კიდე თავის სახელი აქვს. რა ჩავთ? ინტერნეტი? მე ჩავთ ეს მოგეშორე. ეს ჩავთ. ფიდო ის არის რა ქვია, ნახე მეორე ლაივი ცოლდაუთო. ხო, ეხა მოვიდა. გაიყიდა 23-ის ბილეთები წყოლა. ერთ დღეში. იკო სად არის? იკო წავიდა. სად იქნება? სიმბარათის გამოცვლა უნდა და მოდის აგე. ნახე. აი? აი? ყოჩახ. დავითრიე. ვიღაც გერმანელს არ ვიცი როგორ კითხეს სკრეპი როგორ არის ხო, მაგრამ ეს არის შენი გზა ციფრულ სამყაროში. გამაინტერესებს ცი ეს რო ჩავთე ახლა. ხო. სელფის ინტერნეტი. ეს როგორ გადავიყვანო priority. სელფის ინტერნეტი გინდა რომ იყოს ხო. მომეცი რომ მასწავლე, შენ გამიკეთეთ ხოთი არ. მაშინ ჩემსაზე გაჩვენებ როგორ გავაკეთე. შენი არ ვიცი, უნდა ვეძებო. ალო, წავედით გარეთ. წავედით. ჩაიწერე რა ეს ნომერი მექნება აქ სანამ მოარ. წავედით. სანამ პოლიცია მოგროვდა. კარგი მამა, კარგი. ბერლინში ვართ და დაიწყო დავალებიანი კონვერტების გახსნა. კონვერტი ნომერი 1. ნახოთ რა მოიფიქრა ჩვენმა მაყურებელმა და ჯაფარამ. ბერლინი 4-ვე წამყვანმა უნდა ცადოს ყველაზე ცნობილ კლუბში ბერგჰაინში შესვლა ყველა კანონიერი. აი ეს სიტყვა არ მომწონს. ხორე რამდენიმე ვერსია ჰქონდა ხო? საინტერესოა ვის შეუშვებენ და ვის არა. დავალების განხორციელებისთვის გვაქვს 24 საათი. მოკლედ ჩვენ სამიდან ვის შეუშვებენ ეგ უნდა გავარკვიოთ ახლა. ანუ მე არ ვცადო. კანონიერი რო წერია, შენ ავტომატურად გამოედი. ვინმე ხარ ნამყოფი? არა. მაგრამ ბერლინში ნამყოფი. ძნელია იქ შესვლა? როგორ ერთი ზოგი იძახის რომ რა პრობლემა იყო ეგრევე შემიშვეს და ზოგი იძახის რომ რამდენჯერ არ ვცადე და შანსი არ მქონდა. გრინ კარდივით არის რა. თამაშდება. ზოგისთვის შეუძლებელია. ხო, ზოგი ისე კვდება. მე მაგ ერთ ადამიანზე ეჭვი. მეც მაქვს 3 ადამიანზე. აჩორის ერთი შენ ხარ. არ მინდა არაფერი დავა კონკრეტო. აინტერესებს თუ შემიშვეს მე რა უქნაში. მიიღე მაქსიმალური სიამოვნება. და მოყევი რაც იქნება შენ ხო კლუბური მუსიკა გიყვარს და გაერთობ? თავარია გამოხვიდე. თუ შეგიშოს უკვე სხვა მოცანა გაქვს. თავარია იქიდან გამოაცხო. და გამოხვიდეთ არ როგორ იცი? ისე რომ არ დაკარგო რამე. ქართველობა არ დაკარგო. სისპეტაკე არ დაკარგო. ანუ ეს კონვერტი ერთი კი არა, ეს არის 2 ჩელენჯი.
მისთვის ვინ შევიდა, მეორე ირთვება ავტომატურად. წავედით ეხლა მე მაგ ერთ ადგილას რაღაც ბოტასების საყიდელი და მე მაგ თავარებას შევუდგები. სხვადასხვა ყიდვა-გაყიდვაზე გამახსენდა. აქ რატო შევიკრიბეთ? აბა რატო? ეს არის ბერლინის უცნობილესი კედელი, რომელიც 61 წელს აშენდა და 99 წელს დაანგრეს ნაწილობრივ. ეს კედელი რო ყოფილიყო მოპირკეთებული, აი ნახე როგორ მიყურებს ბავშვი, მიხვდა რომ მართლაც ამბობ. IPS-ის საფასადე მასალებით არ დაინგრეოდა და ვერავინ ვერ აწევდა ხელს კედლის დასანგრევად, ისეთი ლამაზი და ყოფილი იქნებოდა ეს კედელი. ხედავ რა ოსტატურად ჩავსვი მოკუმენტურ ფილმში ესე ვიღაცას პლეისმენტი ჩაესვას მე პირადად არ მაქვს ნანახი. შენ არც მოკუმენტური არა გაქვს ნანახი. შენ არც მოკუმენტური არა გაქვს არც ერთი ნანახი. მიუხედავად ამისა. კარგი. კარგი. დავიწყოთ მზადება. დრო ცოტა. დავალება რთულია. მე ყველანაირად შეგიშლით ხელს თუ ამის უფლება არა მაქვს. არა. კანონიერი. კანონიერი. წავედით ეხლა ბოტასებზე და მე შევუდგეთ. ადმინისტრაციული სამართალდაღებაც არ შეიძლება. მაგალითად ზარო გადაკეთოს. სარო გაწაფულია ეს ამაში. ოპა, აი 5000-იანი. 5000 ევროიანი. აი დედა. არის შესაძლებელი, ნახე. ხო, და დიდი რიგი არის. სულ მინდოდა რომ შევსულიყავ. ეს ამეტანა რაიხსტაგზე. რაიხსტაგის თავზე, ხო და მეც შანთარიას გვერდით შავწერილი ხავი ისტორია. მოგიხსენიებდნენ. ო, მაგრამ ძალიან დიდი რიგია. ხო. და თან არ მგონია რომ იქ საყურელზე ამიშვა. დროშის დასარჩომად მეორე ჯერ. ვინმეს რო თხოვო რომ შეიტანოს. ბიჭი. დაცვას უნდა დატოვო რა. ჩვენ ხო ეგრე ვიქცევით. რაღაცა რო არის მისატანე სადღაც თუ არ არიან, ან არ გეშვებენ დაცვასთან ტოვებ. დაცვასთან დატოვო და თუ არა ვინ მოაკითხა, ზემოთ გადმოკიდეთ. მაგარი რაღაც მოვიფიქრე. მაგარი რაღაც მოვიფიქრე. სულ მაქვს რამდენიმე საათი იმისთვის რომ მოხვდე ბერგჰაინში. სახელიც არ ვიცოდი ცოტა ხნის წინ სწორად. არ მაქვს არანაირი გამოცდილება, მაგრამ მყავს მეგობრები. მიშო, დამწყები კლაბერი, რომელმაც მომიყვანა გიორგი, ნომერ პირველი კლაბერი ბერლინში. გიორგი თან ჩვენი ფანია. 8 წლიდან გვიყურებს, წარმოიდგინე, ამხელა გამოცდილება. ეხლა ჩვენ შევალთ და მიშო და გიორგი ჩამიტარებენ გაკვეთილს 45 წუთიანს. მეყოფა? აუცილებლად. თუ ნიჭიერი გამოვდექი მეყოფა. და ვნახოთ რას გავაკეთებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე. აბა წავედით. რომელი ეს მაგარი რაღაცა მოვიფიქრე. მე დღეს შევალ ბერგჰაინში.
აგერ თქვენ და აგერ მე. დამელოდეთ. ეხლა ხდება მთელი ამბავი. სამი კაცი და გავდივართ. 10 რაშიდი ბეკერევა და ვირჯინია. ვიცი ჯაფარ, აი ჩაგაბარეთ. დაიწყე. დღევანდელი ლაინაპი. დღევანდელი ლაინაპი. ალინკა, ვირჯინია, სტეფი, მარინა. ოჩა, ხვალინდელი. ხვალინდელი, რაშადი, ბეკერი, ვლადა, რაშადი, ბეკერი, ვლადა. ეხლა მაგის გარეშე. სხვა დღის ლაინაპი რო ჩავსვათ. ვლადა მოვიწყდება სულ. დღევანდელი. ალინკა, ვირჯინია, სტეფი, მარინა. ხვალინდელი. რაშადი, ბეკერი, ვლადა. საჯავახო 5 წუთში. საჯავახო. ალო. ირაკლი, გამარჯობა. როგორ ახარ გიკავ? კარგად, შე როგორ ახარ? მე ძალიან ცუდად ვარ, ბერლინში ვარ. ბიჭო, ხო, გეტყობა იქ ძალიან ცუდად ხარ. ვიღებთ კინოს, კი იცი ეგ ამბები და ერთი კითხვა მაქვს. რაღაცა ჩელენჯი გვაქვს მოკლედ, ვის შეუშვებენ ბერქაიმში და ვეკო და ივა მახსოვს რომ ყვებოდნენ რომ რაღაცა შევიდნენ, ეგენ ჯერ ვერ შედიოდნენ თუ რაღაცა და ხო არ გახსოვს როგორ ქნეს ეგ ამბავი? ესე იგი, თავიდან სცადეს რომ შეწმოდნენ გარემოს და ის ქნეს, რა ქვია, ჩაიწვეს ტყავის შარვლები, სამხედრო პატინკები, გაიკეთეს ჯაჭვები, მთელი ამბავი და არ შეუშვეს. ოკეი. მე იფიქრესო სავარაუდოთო, ალბათ ეგ დამოკიდებულია იმაზეო, რომ ძალიან დიდი ჯგრო მივდივართო და ბევრი რო ვართ ერთად ქართველებიო. ალბათ რაღაცას კარგად არ უყურებენ ამ ამბავსო და წავიდნენ მარტო წყვილად, ორი გოგო და ბიჭი. ოკეი. და ის არა ქვია. მოიცა გამოვიცნობ, არ შეუშვეს. მათავიღა. ბიჭო, ეს კოლი კი მაქვს უფასო, სპონსორის როუმინგი მაქვს, მაგრამ თლათ ისეც ნუ ვიზავთ რომ. ესე იგი, როცა უკვე ყველა იმედი გადაწურული იყო, ოკეი. და წამოწვის წინადღე იყო, იფიქრეს რომ ბარეგა უბრალოდ გზად მივიდეთო, რა იცი რა ხდება, ვნახოთ რა ხდებაო და მივიდნენ. ოკეი. არაფერი განსაკუთრებულად მომზადებული, არაფერი განსაკუთრებულად ისა რა თქვი აღჭურვილი, უბრალოდ ისე როგორც ქუჩაში დადიოდნენ. აჰა. დადგნენ რიგში, მივიდნენ და შეუშვეს. ანუ როგორ ხდება რომ იქ რომ მიხვალ ის ტიპი ვინც არის, ის კი არ წყვეს, არამედ წყვეთს, რა თქმა უნდა, ის ვინც კამერიდან იყურება რა. და იმას ეუნება ყურში, ხო? ხო, ხოლმე იმას ეუბნება ყურში. ის კამერიდან თურმე ამემა გაიგეს რომ აკვირდება ყველას რიგში რო დგახარ იმ მომენტიდანაც კი. ამიტომ რიგში რო დადგები, იმ მომენტში ტურისტული კვერცხობები როგორც არის სურათების გადაღება, გლაბუცი, მაიმუნი რომელიც შენ აქვს შვენია ისედაც არ გააკეთო. დადექი რიგში დასტოინად და ესეთი რამე უკი მომწეს. ცოტა დეპრესიულადო, ეგ რას ნიშნავს არ ვიცი. ერთი რად გამეფიქრა არის ის რომ გაიზარდა ჯანელა შანსები. მაგრამ ნუ ეგეთი მითება იყო რომ ცოტა დასტოინად და დეპრესიულადაც კი. რჩევა იყო ფუდი, ლუგზაკი აუცილებლად რო გაიკეთო იმაზე რა ქვია ზურგზე და ცოტა საყურიან რაღაცა მისცემს იმას რა ქვია აბსოლუტურად თავის ეფექტს და მოიქცეს ისე როგორც ისევა რეალურად იმიტომ რომ ის ტიპი ეთყობა კარგად ხდება ყველაფერსო რა. ოკეი, უღრმესი მადლობა. კიკალ, სამშობლო შენ ამას არ დაგივიწყებს. თუ გამოვიდა ყველაფერი კარგად თუ არა და არაფრის მაგნისი რჩევა იქნება. მოიცი, მე ძალიან მაგარი კლაბერი ვარ, როგორც ჯერ ამყოფი არა ვარ, რომ დაამუღაბებ მე ერთად ვიაროთ. კი. დაღამდა ბერქაიმში წასვლის დროა მე მზათავარ
ჩაცმულობა, ეს ბოლო შტრიხი და რაც მთავარია ინფორმაცია, რომელსაც აქედან ვერ ამორჩა. ჩა. რა შვები. ბიჭო ნახე დამანახე რეები გახატია ვახ ბიჭო რა მაგარი ესა მოვკაჭო ისედაც ძლივს მიჭირავს ბიჭო რა მაგარია ჩაცმულობა აუ ნახე რა ბოტასები უთრევია იქ შესასვლელა მაგარია შენ შეიძლება შეკიჩვა შენ შედიხარ მე შეხედე ეს თვალები რო არ ქონდეს ისეთი რაღაცეები ვიცი თუ შეკითხვები დამისვეს რომ რა ვიცი რა ვის ველოდებით ხა იკო ვინ მენახე ვინ მენახე მე ასეთი არ მინახავს მე პირველი ჩამოვიდა იკო შვილოს რომ რეაქცია ქონდა ეს ბიჭო აბა იკო მაგინდა შეღებილი გაქვს საათო თავყაბა კი აი მე ეს ნახე ხვირი მონახე გახრეტილია ეხლა უნდა დააცემი როდესაც გაწოხდა ბიჭო მანახე თავი დამანახე ისე გადასული ცოტა ბიჭო ხო პირველად შევიღებ ბიჭო არა ვერ შეგიშვებენ ამას ის ხნით ძალიან არაპროფესიონალურს გახსოვს არა ამას გავისუფთავ გაზელილია არა ბიჭო ნახე ძალიან ბიჭო რაღაცა ცოტა გაისუფთავ იდეა მომწონს მაგრამ მეტი მუშაობაა საჭირო მაგრამ რეალიზაცია არ მომწონს ერთი წამი თავი შეატრიალე ნახე რას მჭყვიალებს კი ჯანელა ხوار გინახავ უკვე მეშინია ჯანელას დანახვის არ ვიცი ბერგამში შეგიშვებენ მაგრამ მატარებელში ნახდათ არ შეგიშვებენ ტრანსპორტში შეიძლება ვაგზალზე მოგიწიოს რაღაცა პერიოდი სანამ წვიმა არ გაგაწრობს არა იქ ბომჟებში ისე გაერევა ეხლა რაღაცა გამოვიდა და ხურდა მომწეს ბიჭო რა ვქნა ეს მოვიფიქრე და მე მგონი კაია არა ეხლა შენ რა მოიფიქრე არაფერი ესა დამხვრა და მე მაფასებს ბიჭო ვის გავს იცი მატრიცაში რომ მორფეუსია თმები მიშილის ხელს იცი რა ცოტა აცივდა ხო აუ მაგითი არ შეგიშვებენ რითი მაგ კლასით ის უნდა მოვიდეს ახლა მაგას ველოდებით რა მე მეშინია კი უკვე მეშინია ხო შეიძლება რომ მეშინოდეს მოიცა აი არა კი არა გამორიცხულია ვარიანტი არ არის არა მეკოწავი დანა დამარტყით აშექცინდეს მოიცვი ლაშიც დაიდრიე რო შემიშვან მერე ვინიც
არა ჯანელ არ შეიკრა რა აი ეს გვაჩვენე ეს ჩანდეს რა სილამაზე ეს დამანახე ბიჭო ესეც არ გიხდება ბიჭო ბერქაიმში კი არა საქართველოში აღარ შეიქმნა ეხა დამაფასეთ რომ ბიჭო რა არის მე ისი მეშინია იცი მართლა ნახდი ტატუმად მეორე ანახე ოპა ისეც ხმირი მე მგონია რომ ყველას არ შეგვიშვია რაღაცას მოიმიზეზე მე კიდე ისი მეშინია იცი ეს კინო რო გავა შენ შეიძლება მოქალაქეობა ჩამოგართო საქართველოს და სხვა ქვეყნის მოანმიანი ბიჭო და სხვა ქვეყნა არ მიგიყონ ჯანე კაი მე ეს რა რიცი გიხდება ეს რისი მეძე შენია არ ვიცი ხოთაშორი ჩვენ ხო ვიცი ეს ესე დგას და მე მოემზადეო და რა მოემზადა თბილისშიც ესე დადის რისი მეძე ჯანე მე და ამან რეები არ ვიყადეთ ბიჭო სად ქალაქის მეორე ბოლოში ვიყავი ესენი რომ ეყიდა სამაგეროდ მეჭკუ ავიხმარე და ესენი არ მომიხსნია ხვალ დავაბრუნე რაში უჟასების მაღაზიაში აკნახით ეს არის ჰელოუინის კოსტუმი ამას კი არ დაუკვირვები რომ ეს არ არის ჩვეულებრივ რეგულარ ურმანი არა ეს არის რაღაცა სამთვალიანი ადამიანი სამთვალიანი ვამპირი არის შეიძლება უცხო პლანეტელების მაღაზიაში აკნახიდი ან ცხოველების ძაღლებს რაცმევენ სიცივეში კარგი ხარ ჯანე ბიჭო ვისა თქვენი აზრით მე ყველაზე დიდი შანსი ნუ დათოს მერე რა თქმა უნდა მე მგონია რომ რომელიღაცა შეგვიჩვენა ბიჭო იცი ვის გავს ბელმონდოს მანზია ხო პლატინი კაი წავედი მე ცოტა უკან ვივლი და ვიცი რომ წინა აღდეგი არ იქნება კარგი ხარ წავედი As you stand by me, so darling, I'll stand. სინამდვილეში არც მე შემიშვეს. ეს ვიდეო ერთ ბარში ჩავწერე იქვე. სამაგიეროდ მერე წავედით, იქ სადაც 4-ვე შეგვიშვეს ჩვენ ბერლინელ მაყურებლებთან ერთად. უკვე ვცადოთ რომ მოდი ერთი ევროპაში იყოს. იმედი გვაქვს რომ ბერლინში, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი მე მგონი იმის მერე აქ არის. თავკე Gaben und Messer. ნაწილობრივ გამარჯობა. გავიკითხეთ და ყველაზე გემრიელი კანჭი ბერლინში არის აქ. აი ეს კანჭი არის ყველაზე გემრიელი, მაგრამ რაღაცა აკლია და მე გეტყვით რა აკლია. ეს არის ნიკორა ხორცპროდუქტების კრაკოვული ძეხვი. ეხა ნახეთ როგორ გახდეს ისედაც კარგი კანჭი 10 ჯერ უფრო კარგი. ვიწყებ. დაუძახეთ მიმტანებს. ოპა! მოდი ნახე გადაგიღო ყველაზე გემრიელი რა არის გადმოგიღო. დაიცადე? მიდი აბა. აი ესენი გასინჯე. ამისთანაც შენ თუ საქართველოში ნახავ. აჰა, აი ესენი გადმოიღე. სხვა რაღაცები. ყველა მომიგებს, ხოსაც გადაუღე. აი გასინჯე ახლა. ის პირველები გასინჯე. მოიცა ერთი წელი. ესა? ხო. რა არის გერმანული მაინც? კარგია? ბიჭო საკაი. აბა რა გეგონა? გუშინ ბიჭო, გუშინ დამცა
სასტუმროში დამჭა გუში და არისო ისეთი კაი განჭი და დღეს არის სასწაული პირდაპირ. მართლა კაია, სასწაულია გეუბნება. გაგვიმარჯოს. რაო, ერთი წამი ხელი არავინ გაანძრიოს. მოდი ჯიგარო, მოდი. ბარათით ტიბისი. ტიბისი. აი მორჩეს ეს ამ ვაკხანალიას და მე გააგზელებს ირაკლი. აჰა. ოპა. წკაპან. დადასტურდა. მოიცა შენი მოთხოვნა მუშაობდება. всё, ეხლა ამას გაგიყობ. მართლა საკაიბო ოფცია მაქვს. დაიცადე? შედიხარ ტიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკში, რომელ ანგარიშზეც გინდა ჩარიცხვა. აქ აჭერ, აი რას უყურებ დაასკანერებ. საჩვენებლად ინფორმატიულია. აჰა. რა კარგი ფუნქცია ყოფილა. აბარა. ეს რო ანგარიში გაიგო? გადააწოდეთ. ამოაგდო დათო? არიშლებით ეს გადავიხადოთ და. მე თუ გინდა მთელი ღამე ვიკეიკო.